მოგესალმებით, ეს სპორტ კოუჩის შემდგომი გადაცემა. მადლობა, ვინც წინა გადაცემები დაალაიქეთ და აკომენტარეთ. დღეს ძალიან საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ UFC-ს ფენომენზე, ასევე ვისაუბრებთ მერაბ დვალიშვილზე და ასევე ვისაუბრებთ ვინ მოიგებს სოფლიო ჩემპიონატს. ძალიან ბევრი ვარიანტია და კარგი ვარიანტია და შევეცდებით, რომ შესაბამისად ჩავშალოთ ეს თემები. მას ასე გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ და დავიწყეთ. პირველი თემა, რომელსაც ჩვენ ჩავშლით და ხშირად მეკითხებია ბატონო თემურ, რა არის UFC? UFC არის ძალიან საინტერესო ორგანიზაცია, სადაც ხდება ჩხუბები და ამ ჩხუბებში ხდება ანაზღაურება. ანუ მარტივად რომ გითხრათ, აი თქვენ ქორწილში რომ მიჩხუბოთ და ვიღას ცემოთ, ამის გამო ფულს თავი არ მოგცემთ, ხოლო UFC-ში თუ ვიღაცას ცემთ, ამაში ფულს მოგცემენ. ასე რომ ეს არის განსხვავება, რომ აქ ჩხუბი არის ანაზღაურება და მაგალითად ჩვეულებრივ ჩხუბში ადამიანი შეგიძლია აგინო, შეაგინო. UFC-ში არ შეიძლება შეგინება, არა და კარგი ვარიანტია, როცა ვიღაცას ეჩხუბები, ეს გინება არის ეგ ეწოდებული დამცლელი და განმტვირთავი ადამიანისთვის, მაგრამ სამწუხაროდ UFC-ში ეს არ შეიძლება. ასევე UFC-ში არ შეიძლება რა, რაც შეიძლება ჩვეულებრივ ჩხუბში ერთ უხსენებელ ადგილას ამორტყმა, აქ ისჯება, ხოლო ჩვეულებრივ ჩხუბში ძალიან კარგი მეთოდია, რომ ადამიანი დააფინიშო. ასე რომ, თუ შენ გიყვარს ჩხუბი, ხშირად ჩხუბობ ქორწილებში, ხშირად ჩხუბობ დაბადების დღეებზე და მოგებათა სერია უფრო მეტი გაქვს ვიდრე წაგებათა და ყველა ამბობს შენზე, აუ რა კარგად ჩხუბობს, ნამდვილი გამანადგურებელია, მე მინდა გირჩი რომ წახვიდე UFC-ში, რადგან UFC-ში მართლაც უფრო ასე რომ ვთქვათ, უხიფათო ჩხუბებია და ამ ჩხუბში თანხებსაც მოგცემენ და ყოველთვის გახსოვდეს ფრიდრიხ რემარკის სიტყვები, რომ თუ ჩხუბი, მაშინ UFC, თუ UFC, მაშინ ჩხუბი. გადავიდეთ შემდეგ თემაზე და ხშირად მეუბნებიან ბატონო თემურ, ვინ არის და რატომ იგებს ყოველთვის ყველა ბრძოლას მერაბ დვალიშვილი. ძალიან საინტერესო кейსია და მინდა გითხრათ, ძალიან საამაყო кейსიც, ასე რადგან მერაბ დვალიშვილის ძალიან ბევრი და დიდი მოგებათა სერია აქვს და ბევრი UFC-ს მებრძოლი მეკითხება ბატონო თემურ, რა ვქნათ, როგორ მოუგოთ მერაბ დვალიშვილს. აქ არის რამოდენიმე ვარიანტი. პირველი ვარიანტი არის ის, რომ მერაბ დვალიშვილის ბრძოლის დროს უნდა ჩაეძინოს, ან ბრძოლამდე და ვერ მოვიდეს ბრძოლაზე. ამ შემთხვევაში შეიძლება შენ ჩაგეთვალოს მოგება. მეორე ვარიანტია, მერაბ დვალიშვილს მოუყვე რაიმე ლექსი ვანზე ჩხუბის დროს, რაღაც ემოციური ლექსი, ამ დროს მერაბს აეტირება და შეგექნება შანსი, რომ ის დაამარცხო. და მესამე ვარიანტია, ჩხუბის დროს მერაბ დვალიშვილს შეეზაროს ჩხუბზე მოსვლა, ამ დროს ის ვერ მოვა ჩხუბზე და ავტომატურად ჩაგეთვლება შენ მოგება. სხვა ვარიანტი, ასე ვთქვათ, ფიზიკურად არ არის, არის მეორე ვარიანტი, უბრალოდ მეოთხე ვარიანტი, რომ ბიტით შენ თხოვო და დენა უაიც რომ მოგცეს ბიტით ჩხუბის შესაძლებლობა, მაგრამ აქ საშიში ის არის, რომ მერაბმა თუ ბიტა გამოგტაცა, შეიძლება ერთ ადგილას მოგითავსოს და ასევე მერე დაგაფინიშოს, ასე რომ დაანებეთ თავი, რადგან მე ვფიქრობ, მერაბის დამარცხების შანსი არ გაქვთ. ასევე მეუბნებიან, რომ ბატონო თემურ, რატომ არ იღლება მერაბ დვალიშვილი? აქ არის რაღაც საიდუმლოება, რომელიც არ ვრცელდება, მაგრამ მე მაქვს უტყვი ინფორმაცია, რომ მერაბ დვალიშვილს ჩვეულებრივი გულის ნაცვლად აქვს რკინის გული, რომელიც დამზადდა ვანში სპეციალურად მერაბისთვის. ცნობილი გულოლოგი, რკინის გულოლობის შემქმნელი სოსო მაღლაკელიძე არის ესეთი პიროვნება. სოსო მაღლაკელიძემ დაუმზადა მერაბს რკინის გული, ამოუღეს ჩვეულებრივი ჩაუდეს რკინის გული და ამიტომაც მისი დაღლა არის შეუძლებელი. ეს ამბავი ავრცელდებოდა და ყველას აინტერესებდა, რატომ აქვს ესეთი კარგი კარდიო მერაბს და აქ ჩემი პასუხი, რომ მერაბს აქვს რკინის გული და ასე რომ მინდა მიმართო ყველა მებრძოლს შეეშვით დაანებეთ თავი. შეუძლებელია თქვენ შობელძაღლებო მერაბის დამარცხება და ყოველთვის გახსოვდეთ ერთი რამ, რომ თუ შენ ებრძოლები მერაბს, ესე იგი მარცხდები. თუ მარცხდები, ესე იგი შენ ებრძოლები მერაბს. ნუ დღეს ძირითადად აი UFC-ს, ასე ვთქვათ, გარშემო ვტრიალებ და ჩვენი შემდეგი თემაც UFC-ს ეხება, ეს არის ილია თოფურია. შეიძლება მეკითხებიან, ბატონო თემურ, რატომ აქვს ესეთი გამანადგურებელი დარტყმა ილია თოფურიას? ძალიან რთული кейსია და აქაც არის რაღაც კონსპირაციები, რაც არ ვრცელდება, მაგრამ რა თქმა უნდა, მე ყოველთვის მაქვს ესეთი შიდა ინფორმაციები. აქ არის ესეთი რაღაც, რომ ილია თოფურიას მუშტში აქვს რკინები, როგორც ვიცი. მოხდა ეს რამოდენიმე წლის წინ, როცა ბრძოლას იწყებდა UFC-ში, ილიამ ჩუმად ხელში ჩაიმონტაჟა, აი ამ ადგილებში ჩაიმონტაჟა რკინა, რაც იწვევს იმას, რომ მისი დარტყმა არის ყოველთვის გამანადგურებელი, ესე რომ მიმართავ ისლამ მახაჩევს, რომ მოდი თქვას უარი ილიასთან ბრძოლაზე, რადგან რკინას ვერავინ უძლებს და ასევე ამას ემატება
ილიას კარდიო, რომელიც ძალიან ძლიერია და თორსა კარდიო და რკინა, ასე ვთქვათ, ერთიანდება, ეს იწვევს იმას, რომ ადამიანი ხდება დაუმარცხებელი, თან დავიწყოთ ისიც პლუსი ისიც აქვს ამ ყველაფერს, რომ ილია არის ქართველი, ამას ემატება ქართული კერძების სიყვარულით, ან ქართული კერძები ხომ ძალიან ასე ვთქვათ სასარგებლოა. შეიძლება მე მაქვს ინფორმაცია, რომ ილია ქართულ კერძებს მიირთმევს თამაშამდე, მიირთმევს ასე ვთქვათ ხინკალს, რომელიც არის ეგრეთ წოდებული კუნთების შემკვრელი და ასე ვთქვათ კუნთებს უვარჯი, ასევე წვადი, რომელიც ძალიან ხელს უწყობს კუნთების გამაგრებას და ხელის სტაბილიზაციას და ასევე ძალიან კარგი არის ჩიხირთმა, რომელიც ამშვიდებს სხეულს ყოველი ბრძოლის წინ. ილია თოფურია მიირთმევს ჩიხირთმას, ის ამშვიდებს სხეულს, გადის ბრძოლაზე დამშვიდებული, ამას მერე დაემატება რკინის მუშტი, როგორც აღნიშნე და ხდება ის, რაც ხდება, ასე რომ ყოველთვის გახსოვდეთ ძალიან კარგი ცნობილი ხონელი პოეტის გივი პაპავას სიტყვები. თუ ილია შენსკენ მოდის, გაიქეცი. თუ გაიქეცი, ესე იგი ილია შენსკენ მოდის. მაშინ გადავედით ჩვენ შემდეგ რუბრიკაზე მწვანე ბილეთი, როგორც იცით, ჩვენი რუბრიკა მწვანე ბილეთის სპონსორია ჯუმავინსი. როგორც იცით, გავუქმდა 6 წლის წინ ეს კომპანია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მე ვარ ერთგული კომპანიების და ჩემი სპონსორების, ასე რომ დღემდე მისი სპონსორობით ვაგზელებ ამ რუბრიკას, ასევე მინდა გითხრათ, წინა ბილეთი წავაგეთ, ეს სპეციალურად გავაკეთე, რომ არ მოგეგოთ, რადგან თუ ადამიანი მიაჩვიე მოგებას, შემდეგ სულ მოგებას მოითხოვს, ასე რომ ერთი კვირა ჩავაგდეთ, ეხლა კი უკვე ისეთ ბილეთს შემოგთავაზებთ, რაც მერწმუნეთ აუცილებლად გაგამარჯვებთ, მაშინ დავიწყეთ, როგორც ყოველთვის დავთარში მაქვს ჩამოწერილი. პირველი პოზიცია არის მალიორკა ოსასუნას ერთიანი, ანუ რატომ ეხლა? მალიორკა ძალიან ასე ვთქვათ კურორტი, ზღვისპირა, ძალიან კარგი ადგილია, როცა ოსასუნელები ჩავლენ მალიორკაში, გამინდი კარგი იქნება, ასე რომ ვთქვათ, აცეტდებიან, გავლენ ზღვაზე, იქ რაღაც რუჯი ესის, მერე უკვე შეიძლება ცოტაც მოსვან კიდევაც, რაც ცოტა მათ თრობას გამოიწვევს, მერე შეიძლება ღამის კლუბიც მოუნდეთ, ღამის კლუბში წავლენ, იქ ცოტა ცეკვა ესის, ამასობაში დროც გავა, გამოძინებას ვერ მოასწრებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე დღეს მალიორკა მარტივად მოიგებს მატჩს, ასე რომ მალიორკა ოსასუნას უეჭველი ერთიანი მენდეთ, რადგან ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. შემდეგი პოზიცია არის ბარსელონა ალავესი. აქ მაქვს X, ანუ ვფიქრობ ბარსელონა ამ მატჩს ვერ მოიგებს. რატომ ეხლა? მოკეთ სავარაუდოდ ეს მატჩი ჩატარდება ახალ კამპ ნოუზე, რომელიც ახალი გახსნილია. ჯერ ფეხბურთელებმა არ იციან რა სად არის, შეიძლება ლამინ იამალი დაიკარგოს, ანუ მაინც ბავშვია, ვერ გამოაგნოს გზას. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ვერ გამოვიდეს მოედანს და ვერ ითამაშოს და ლამინ იამალის გარეშე ალბათ მეთანხმებით, რომ ბარსელონა არ არის ის, რაც უნდა იყოს და ვფიქრობ მეტოქე გუნდი ამით ისარგებლოს, ასე რომ ბარსელონას X-ი ამ კვირაში, ასე ვიტყვი, ეს არის 99.9%-ით ნაღდი პოზიცია. გადავიდეთ შემდეგზე. შემდეგ პოზიცია, რაც ჩამოვწერეთ თქვენთვის, ეს არის ატლეტიკო მადრიდი რეალ ოვიედო. როგორც იცით, ატლეტიკო მადრიდს და სიმეონეს, დიეგო სიმეონეს რეალ ესე რა სახელით იწყება, ყველაფერი ეზიზღება, ამიტომაც ჩემი აზრით ამ დროს ახსენდება ძალიან ბევრი დრამატული ჩემპიონთა ლიგის ფინალი რეალთან. კი ეს რეალ ოვიედოა, მაგრამ ხო რეალით იწყება მისი სახელი და არ არის გამორიცხული, რომ გაანადგურონ ან გამბრაზების ფონზე, თა როგორც გავიგე, დიეგო სიმეონე მიშვილს ჯოვანი სიმეონეს ძმას, ანუ იმ ფეხბურთელს, რომელიც ატლეტიკოში თამაშობს, უთხრა თუ 3 გოლს გაიტან, გიყიდი ახალ ტელეფონს, ასე რომ არ არის გამორიცხული ტელეფონის ხათრით, მისი შვილი გადაირიოს და ორმაგად კარგად ითამაშოს, ასე რომ აუცილებელი პოზიცია და უეჭველი პოზიცია არის ის, რომ ატლეტიკოს ერთიანი რეალ ოვიედოსთან და ბოლო პოზიცია არის ჩელსი არსენალის ორიანი. რადგან პირველი ის, რომ არსენალი მიიწევს ჩემპიონობისკენ, მეორე ის, რომ როგორც ვიცი, გავიგე, არსენ ვენგერი ჩავიდა ლონდონში, მივიდა არტეტასთან და უთხრა, არტეტა უნდა მოიგო ეს ჩემპიონატი და დააგინა. და როგორი ახლა არსენ ვენგერი როცა გაგინებს და დაგინებას აკეთებს, უეჭველი უნდა მოიგო ისეთი, ასე ვთქვათ, წონიანი პიროვნება უარს ვერ ეტყვი, ასე რომ ჩემი აზრით არსენალი გაიმარჯვებს ჩელსისთან და ერთი დიდი ნაბიჯით წაიწევს წინ, ასე რომ მენდეთ ამ კვირაში ჩელსი არსენალის ორიანი, იმედი მაქვს, რომ კარგი პოზიციები შემოგთავაზეთ და იმის იმედიც მაქვს, რომ როცა მოიგებთ თანხებს, შემდეგ კვირაში ხინკალზიან შაურმაზე წამიყვანთ. მაშასე დიდი მადლობა ყველას, დიდი მადლობა მიყურეთ, რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი, კიდევ ერთხელ გამოიწერეთ, თუ გამოწერილი გაქვთ, გააუქმეთ და შემდეგ თავიდან გამოიწერეთ და მე ერთ კვირაში დაგიბრუნდებით. მადლობა.